გამარჯობა. ფანდურს გიტარის პირველ სამ სიმს აუბავენ ხოლმე, მაგრამ ჩემის აზრით გიტარის მესამე სიმი ფანდურის მჟღერისთვის მსხვილია და სათანადო ბგერას ვერ გვაძლევს. გიტარის პირველი სიმი 0.71 მმ-ია. ძირითადად 0.71-ია. კი არის მაგალითად 0.73-იც მინახავს, მაგრამ ძირითადად 0.71-ია. მეორე 0.91, მესამე კი 1.02 მმ. გიტარის სიმები ხომ გიტარის მეზურისთვის არის გათვლილი, ანუ მათი სიმების სისქე. ფანდურის მჟღერის სიგრძეს ბევრი ფანდური მინახავს, რომ 516 მმ-ია მჟღერის სიგრძე. ეს არის როგორ იღებენ ამას. გიტარის მეოთხე ხიდს გადმოითვლიან, მეოთხე ხიდი არის ფანდურის სათავე. ალბათ აიღეს კლასიკური გიტარის ტარი, გადმოითვალეს მეოთხე ხიდი, ჩათვალეს სათავედ და ზუსტად მონიშნეს, როგორც კლასიკურ გიტარაზეა. გაიმარტივეს საქმე. კი ბატონო, გინდათ ასე იყოს, მაგრამ მაინც მოკლე არის გიტარის მესამე სიმი ფანდურის მჟღერისთვის. ვერ გვაძლევს სათანადო ობერტონს, ანუ იმდენ ობერტონს ვერ გვაძლევს, რომ ლამაზი ბგერა ჰქონდეს. ფანდურისთვის მე გიტარის პირველ და მეორე სიმს ვიღებ. მეორე მესამე სიმად უბავ. პირველ სიმად კი სათავზაო ძუას ვიღებ 0.70-იანს. 0.70 კი აწერია, მაგრამ ძირითადად 0.75-ია ხოლმე, რაც მინახავს სიმები. ხოლო ყველა სიმს არ ვიყენებ გიტარის სიმებს. აი მაგალითად დადარიო ცნობილია ისედაც და ფანდურზეც, რადგან გიტარისთვის არის ცნობილი, ფანდურზეც ერთ-ერთი სახელოვანი სიმები არის. მაგრამ მოვსინჯე არ მომცა სათანადო ბგერა. ჩემ ფანდურებზე ვიძახი მე. ასე ვიტყვი ხოლმე, რომ გადააქვს სხვა ხმაში. მარტივად რომ ავხსნა ისევ გიტარასავით მძლავრი ბგერა არ უნდა მომცეს. ფანდური არ უნდა ყვიროდეს. დადარიო სიმები, რადგან მაგარია, უფრო მეტად არხევს ფანდურს და არ არის ისეთი ლამაზი ბგერა, როგორიც ჩემს აზრით ფანდურს უნდა ჰქონდეს. იამაჰას რბილი სიმები არის და იამაჰას სიმებს აუბავ ხოლმე, მაგალითად მომძახნელ ფანდურს როცა ვაკეთებ. ეს ფანდური 2024 წელს გავაკეთე აპრილში. კოპიტის ტარია, ალბათ გახსოვთ რომ გაჩვენეთ. ტარი კოპიტია, სათავე, ხიდები, ხელიც კოპიტი დავაკარი, ჯორაკიც კოპიტი, ყურებიც კოპიტი. ეს ბწყალიც კოპიტი არის, საკუნარიც კოპიტი, გვერდები კოპიტი არის, ფერდები ნეკელჩხალია და ზურგი არყი. მაშინაც ვთქვი, და ახლაც გავიმეორებ, რომ ასე გავაკეთე, რადგან კოპიტიდან წამოვიდეს მეთქი ბგერა. თავი რომ გამოვჭერი, მერე ყვა დავაწებე და გავზომე 300 მმ გამოვიდა ყელის სიგრძე. რა კი 300 მმ-ია მეთქი? მოდი ბარემ 200 მმ აქეთ იყოს ესეც მრგვალი, დამრგვალებული რიცხვი და 500 მმ გამოვიდა მჟღერის სიგრძე. აუბი ხოლმე სიმები. სოლ მაჟორში კი ავაწყე, მაგრამ მაგალითად ისიც მithქვამს, რომ ზოგი ვამბობ ხოლმე, რომ კაცები ასე მარტივად რო ვთქვათ, სოლში მღერიან და გინდა რე-დიეზი უწოდოთ, გინდა მი ბემოლ უწოდოთ. რე-დიეზ მაჟორში უნდა ავაწყოთ, რომ კვინტა კორდი სოლ იყოს. თუ კი სოლ მაჟორში ვაწყობთ, მაშინ კვინტოქტავათი უნდა დავუკრათ. რომ სოლ მივიღოთ. 500 მმ კი არის, მაგრამ მაინც მოკლე არის და რე-დიეზში ვერ ვაწყობდი. ძალიან დაშვებული იყო სიმები და ასე ვამბობ ხოლმე, რომ თუ ზომაზე მეტად დაშვებულია სიმები, ფართხუნობს სიმი და არ გვაძლევს სათანადო ბგერას. ისეთი ლამაზი ბგერა არ არის. არც დაშვებული უნდა იყოს სიმები, არც ძალიან დაჭიმული. არც ისე გვაძლევს სათანადო ბგერას, არც ასე. ახლა ამ ფანდურს კარბონის სიმები
აუბი. დადარიოს კარბონის სიმებია. კარბონი ნეილონზე მაგარია და ამიტომ უფრო წვრილია ეს სიმები. პირველი სიმი 0,62 მმ-ია, მეორე 0,70, მესამე კი 0,84. რა კი მაგარია, ამიტომ წვრილი სიმი იმდენად არ ირხევ, ანუ რხევის ამპლიტუდა უფრო ნაკლები აქვს ნეილონთან შედარებით. მაგალითად, ნეილონი რო იყოს 0,72, ჯერ ერთი რომ სუსტი იქნება და ხმაც არ ექნება, სათანადო ძლიერი ხმა ვერ ექნება და მეორე ის რომ შეიძლება დაკვირისას ვამბობ ხოლმე რომ აკორდის შემდეგ ხიდს მოხვდეს და ან იწკიპინოს ვერ მოგწეს სათანადო ბგერა. კარბონი კი კარგია. კიდევ ერთი რამ მithქვამს რომ მაგალითად ანსამბლი დგას პირობითად 10 კაცი. სოლისტი მღერის, ფანური და ბანი უბანებს და ისმის. გუნდი ამღერდება და იკარგება, საკრავები აღარ ისმის და ვამბობ ხოლმე რომ ნებისმიერ საკრავი გინდაც ჩონგური იყოს, უნდა იყოს ხმიანი. ორ ძლავრი ბგერა არ უნდა ქონდეს მეთქი, ამასაც ვამბობ. ძლიერი ბგერა, ძლიერი ხმა უნდა ქონდეს, ხმიანი უნდა იყოს, რომ ანსამბლში არ ჩაიკარგოს. მაგრამ საფრთხეა ერთი რომ შეიძლება ხმიანი იყოს, მაგრამ ლამაზი ბგერა აღარ ქონდეს. იმასაც ვამბობ რომ საკრავი ანსამბლის სრულფასოვანი წევრი უნდა იყოს და არა რაღაც დამატება. სრულფასოვანი წევრი რო იყოს, მომღერალივით ლამაზად უნდა მღეროდეს. ამ სიმებმა ალბათ მომცა ორივე, რომ ლამაზი ბგერაც აქვს და ხმიანიც არის. მოდი ჯერ ჩუმად დავუკრავ. ახლა ძალიან ჩუმად ვუკრავ. ასე ვამბობ ხოლმე რომ ფანურის სიმებს ვეფერები, მაგრამ მაინც კარგად ისმის ხმა. ხმიანია უკვე ძლიერად რომ ჩამოკრავთ, ხმიანია ფანდური. მოდი დაუკრავ და მოგასმენინებთ, როგორ მღერის. რა თქმა უნდა, ისე კარგად ვერ დაუკარი. პროფესიონალი უფრო სუფთად დაუკრავს და უფრო ზუსტი სუფთა ბგერები იქნება, მაგრამ მაინც ვეცადე რომ კარგად დამეკრა. რადგან წვრილია სიმები, მე ობერტონს გვაძლევს და უფრო ლამაზიც აქვს ბგერა. კი, ფანდურიც კარგი უნდა იყოს, რომ ის ობერტონები გააძლიეროს. მაგალითად, ფანდური თუ არ ვარგა და ვერ აძლევ ნებისმიერი ყელმუცლიანი საკრავის მუცელი ხომ სიმების ბგერის და ტემბრის გასაძლიერებლად არის. თუ კი სიმს ის ლამაზი ტემბრი არ აქვს, ფანდურმა ამ შემთხვევაში ფანდურმა ხო რა უნდა გააძლიეროს და პირიქით, რაც არ უნდა კარგი სიმი იყოს, მუცელი თუ არ ვარგა, იმ ლამაზ ბგერას ვერ გააძლიერებს და სათანადო ბგერას ვერ მივიღებთ. ვეცადე რომ კარგად დამეკრა, მოგესმინათ, როგორი ტემბრი აქვს სიმებსაც და ფანდურსაც. მოდი კიდევ ერთ რამეს დავუკრავ.
დღეს დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.